მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე მინდა ვისაუბრო ასტრალსა და რელიგიებზე. ბევრი კითხვა შემოვიდა თუ რომელი რელიგიის წარმომადგენელი ვარ მე. ერთ-ერთი იყო იეღოველი ვარ თუ არა. ზოგმაც ასტრალს უწოდა სულების სამყაროში უკანა კარიდან შესასვლელი გზა, რაც ნამდვილად ვერ მივხვდი რას ნიშნავს. ხოლო ზოგის კითხვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ვერ მიხვდნენ რა არის ასტრალი. ზოგმა ჯადოქარი მიწოდა, ზოგმა სატანისტი მიწოდა, ზოგმა ოკულტისტი. დავიწყოთ იმით, რომ ყოველი რელიგია, რაც კი არსებობს, იქნება ეს ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი, ყველა მათგანს ვცემ პატივს. მე ვცემ პატივს მათ რწმენას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად იცავენ თავისი რელიგიის წესებს. ყველა რელიგიას აქვს საერთო რამ და ეს არის 10 მცნება. წარმოიდგინეთ, მუსულმანი, რომელსაც ჭიანჭველაც კი არ მოუკლავს, სხვა ადამიანების წყენინებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ის ყოველთვის იცავს მარხვას, იცავს 10 მცნებას. ეხლა კი წარმოიდგინეთ ქრისტიანი. არ აქვს მნიშვნელობა ის კათოლიკია თუ მართლმადიდებელი, რომელმაც ადამიანი მოკლა და ამის შემდეგ შერბის ეკლესიაში აღსარებას აბარებს, შემდეგ ეზიარება, იცავს მარხვას, რომ როგორმე ცოდვა შემოისყიდოს. ქრისტიანი უნდა მოხვდეს 60-ში და ყველასთვის უწყინარი და უნებელი მუსულმანი უნდა მოხვდეს ჯოჯოხეთში? რა თქმა უნდა არა, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩდება. მე არავის გამკიცხავ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი. ყველას თავისი შეხედულება აქვს ყველაფერზე. როგორ ჩვენთან გამოისახა იესო ქრისტე და ღვთისმშობელი მარიამი, ანალოგიურად გამოისახა აღმოსავლეთში ბუდა და საერთოდ ღმერთმა შექმნა ანგელოზები მისთა შესადარად. თუ არ არსებობდა ამპარტამნობა, მაშინ საიდან გაჩნდა ეს გრძნობა? უეჭველი, ეს არ არის ღმერთის თვისება. ბიბლია, რომელიც დაიწერა და ბიბლია, რომელიც გვაქვს ჩვენ ეხლა, არის განახევრებული, ზოგიც არასწორი თარგმანის გამო, ზოგიც სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის გამო ჩამოიჭრა. არსებობს რელიგია და არსებობს რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ამ ფანატიზმით ანგრევენ თვით ღმერთის სიტყვას. იყოს ნება შენი და ნუ განკიცხავ სხვას. ყოველი განკიცხვა ნიშნავს იმას, რომ შენ თავი მიგაჩნია იმაზე უფრო დიდად ვიდრე სხვა. სწავლებასა და განკიცხვის შორის დიდი განსხვავებაა, ხოლო როდესაც შენ უკვე ფიქრობ, რომ შენ ხარ ვიღაცაზე უკეთესი, ან ხარ ვიღაცაზე მაღლა, იმის გამო, რომ შენ ხარ სწორი რელიგიის მიმდევარი, ეს უკვე ჩემო კარგებო, ეს არის ამპარტამნობა და არაფერი სხვა. ზუსტად ეს ყველაფერი, ეს განკიცხვა, ეს იწვევს უდიდეს რელიგიურ ომს და კაცტკვლას. ყველა იძახის, რომ აურა, ტელეპათია, ასტრალი არის ეშმაკის ოინები და ილუზიები. ეხლა კი შევუდგეთ განხილვას. მე ხშირად ვისაუბრე თემაზე, რომ ასტრალს აქვს სხვადასხვა საფეხური, ხოლო იცით რა არის ამისთვის საჭირო, რომ გადავიდეთ უფრო და უფრო მაღლა? ამასაც გიპასუხებთ. ყოველი ძილის დროს ადამიანი გადადის ასტრალში. მე თქვენ გასწავლეთ მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა გადახვიდეთ ასტრალში, ისე რომ ჩვენ ეს გვახსოვდეს. თვით ბიბლიაც კი გამოცხადებებით იწერებოდა. ლელა კაკულია სიზმარში ხედავს გამოცხადებას და მჭიდრო კავშირი აქვს პატრიარქთან. არ შეიძლება იმისთაც კი, რომ შენი მომავალი დაინახო და ღვთის მიერ დაწერილი ბედი შეცვალო. აი ეს ფრაზა აჩენს უდიდეს კითხვებს. თუ ღმერთმა ჩვენი ბედი დაწერა, მაშინ რატომ მოგვიწყო გამოცდა და შეგვახვედრა ეშმაკს გამზადებული ხაფანგით, რომელსაც ასტრალი ეწოდება? მაშინ რატომ დაწერა მან ჩვენს ბედში, რომ ეშმაკი დაგვამარცხებს და სად წავიდა სიტყვა იყოს ნება შენი? ამას ალბათ თქვენი პასუხებთ, რომ ღმერთმა ჩაგვიტარა გამოცდა, რა გზას ავირჩევთ ჩვენ, მაგრამ მაინც არ ჯდება ლოგიკაში, ხომ შეეძლო ღმერთს, რომ ეს საერთოდ არ მომხდარიყო? სამყარო ხომ უფრო მშვიდი იქნებოდა? ხოლო ასტრალის შრეების გადაკვეთა არ ხდება ადვილად. ამისთვის ჩვენ დიდი სიწმინდე უნდა მოვიპოვოთ, რაც უფრო დიდ სიმაღლეზე ადიხარ, უნდა დაივიწყო სიგარეტი, ალკოჰოლი, სხვისი განკიცხვა. ხოლო თუ ეს ეშმაკის ხრიკია, მაშინ რატომ უნდა ვიცხოვროთ 10 მცნების მიხედვით? ცნობილია ფაქტი. ბავშვი, რომელიც იბადება, ის ხედავს ანგელოზებს, ეთამაშება მათ, იმიტომ რომ ის სუფთა სპეტაკის სულია, უცოდველი. ვიდეო, სადაც საუბრობ აურაზე და ზოგმა განაცხადა, ეს ილუზიაა, ეს ეშმაკის ხრიკებია. იცით როგორია ბავშვის აურა? ბრწყინავი და კაშკაშა, ზუსტად ისეთი, როგორც ხატებზეა გამოსახული, ხოლო ჩვენ მას შარავანდეც უწოდებთ, მაგრამ სხვა რელიგიები ამ ყველაფერს უწოდებენ აურას. ხოლო დედასა და შვილს შორის არის უდიდესი გრძნობა. დედა კილომეტრების დაშორებით გრძნობს და ვერ ისვენებს, როდესაც შვილი საფრთხეშია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შორის არის დიდი ტელეპათიური კავშირი.
ხოლო როგორ შეიძლება ასტრალი იყოს ეშმაკის ხრიკი, როდესაც ასტრალში გადასვლა საჭიროებს სპეტაკად ცხოვრებას, რაც უფრო ზევიჩრეზე ადიხარ, უფრო და უფრო სუფთა უნდა გახდეს სული, თქვენი სხეული, ალკოჰოლი, თამბაქო უბრალოდ აღარ მოგცემს შანსს, რომ შენ ასტრალში შეხვიდე. ეშმაკი პირიქით გააკეთებდა, არა? ცოდვას ჩაგოდვენინებდა. რა თქმა უნდა, ბევრი ცუდ საქმეში იყენებს თავის ძალებს და ათასი ჯადო კეთდება, მაგრამ ეგეთი ადამიანი განწირულია ჯოჯოხეთში ყოფნისთვის. ქრისტიანულ სწავლებაში ჯოჯოხეთი არის ცეცხლში დაწვა, აღმოსავლურ სწავლებაში ჯოჯოხეთი არსებობს და ეს არის, როდესაც შენ ასტრალში პირველ შრეზე, ეგრე ვთქვათ, უბრალო ენით გაეჭედები და შენ არა გაქვს იმის შანსი და ამისთვის გჭირდება წლები, რომ შენ ახვიდე უფრო და უფრო დიდ საფეხურზე და დაიბადო რაიმე გონიერ არსებად. მაგრამ ასევე შეიძლება, რომ ადამიანი კარმის მიხედვით მაინც დაიბადო ცოდვების მიუხედავად, მაგრამ იყო ყოვლად საძულველი მატლი ან რაიმე უფრო მცირე ან საზისხარი. ხოლო რეინკარნაციის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. ხოლო რატომ გვიკრძალავენ ჩვენ ამას? ჩემი აზრი ესეთია: ძალაუფლების გამო, ის ვინც უფრო შეგვაშინებს დასჯის შიშით მათ ვუჭერთ მხარს. მილიარდი ადამიანი და მილიარდი განსხვავებული აზრი არსებობს. ვისაც უნდა ასტრალს მისტიკა უწოდოს, ვისაც უნდა ოკულტიზმი უწოდეს, ვისაც გინდათ მე მიწოდეთ სატანისტი და ჯადოქარი. მე თქვენ არ განკიცხავთ. დიდი მადლობა, რომ თქვენ თქვენს აზრს აფიქსირებთ. მე თქვენს აზრს და თეორიას პატივს ვცემ. მე მჯერა ღმერთი არის ჩვენში. დაიცავით 10 მცნება. გახდით გახსნილები და კეთილები. ნუ განკიცხავთ სხვას. ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და მან დაგვიტოვა ასტრალი, რომ ჩვენ შევძლოთ თვით რეალიზაცია. იქ ჩვენ ეშმაკსაც დავინახავთ, წმინდა სულებსაც, ანგელოზებსაც, ხოლო რაც უფრო სუფთა გავხდებით, მით უფრო მალე ავალთ და ახლოს ვიქნებით ღმერთთან. აი, ეს არის ჩემო კარგებო. ღმერთთან ახლოს ყოფნა, ეს არის სულიერი სიმშვიდე. ჩვენ გვეძლება ასტრალში გასვლით. მოვწყდეთ ამ მატერიალურ სამყაროს, სადაც ჩვენი საფიქრალია, როგორ ვიშოვოთ ფული, როგორ ვიშოვოთ საკვები, როგორ ვიპოვოთ საჭმელი. ხოლო ჩვენი სული ამასობაში მძიმდება. მე თქვენ მხოლოდ იმას გასწავლით, თუ როგორ უნდა გახდეთ უფრო ბედნიერი, როგორ შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში პოზიტივი, როგორ გახდეთ უფრო სუფთა, დამიჯერეთ დაბინძურებული სულით. თქვენ ამას უბრალოდ ვერ მიაღწევთ. ანუ ასტრალი ეს არა უკანა კარის გასაღებია, როგორც მომწერა რამოდენიმე, არამედ პირდაპირი გზა, სულიერი გზა ღმერთთან ახლოს ყოფნის. ხოლო ვინც ამას ცუდად გამოიყენებს, ის უბრალოდ პირველ შრეს ვერ აცდება და დაიტანჯება მისი სული. ხოლო სამღვდელოებას არ აწყობს ეს ყველაფერი, რადგანაც ხალხი თუ თვით რეალიზაციას შეძლებს, მღვდლის ჩარევა აღარ იქნება საჭირო, თავისი დოგმებით და თეორიებით. ხოლო მღვდელს ვეძახით წმინდა მამას, ირაცხებიან წმინდანებად. სად გინახავთ რომელიმე მღვდლის სახელი ნაწილასწარმეტყველები ბიბლიაში? არ გინახავთ, რადგან ეს არ არსებობს. ეხლა წარმოიდგინეთ, მე ვზივარ თქვენს წინ და გეუბნები. გუშინ მე ბარში ვიყავი. გაჩნდა კითხვა, რომელ ბარში ვიყავი, არა? ზოგმა იგულისხმა, რომ მე კაფე ბარში ვიყავი გუშინ, ზოგმაც კი იფიქრა, კაფე ბარში იყავი თუ მთა ბარში? ხვდებით რისკენ მიმყავს საუბარი? ასე რომ ერთი ნათქვამი ფრაზა შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად გაიგოს. მოусმინეთ მხოლოდ თქვენს შინაგან მეს. ნუ ეხვევით რაღაცას, ხალხის მიერ შექმნილ კანონებს, რადგანაც მათ რაიმე სხვანაირად გაიგეს. მე ხვალ შევალ ეკლესიაში და ვილოცებ, დავანთებ სანთელს. ჟზაკ ჩავალ ინდოეთში და შევას მოვუდრებ მუხლს. მაზაგ მე წავალ მეჩეთის წინ, ქეთს დავიხრე და ისე ვილოცებ. ხოლო ეხლა კი წავალ დასაძინებლად და იქ ვილოცებ და ამავდროულად მე დავიცავ 10 მცნებას. მე გადავალ ასტრალში. ასე რომ, ჩემო კარგებო, თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, რომ ეს ყველაფერი ოკულტიზმია, ან გინებისგან. ეს ყველაფერი იქამდე არსებობდა, სანამ თვითონ სიტყვა ოკულტიზმი წარმოიშვებოდა. ასე რომ, მე მჯერა ღმერთის, ღმერთი არის ყველგან, ღმერთი არის ხეშიც, იმიტომ რომ ის ღმერთის შექმნილია. ჩვენ ყველა შექმნა ამ ზესულმა, ღმერთმა, ჩვენ მისი ნაწილები ვართ. მთავარია ჩვენ
მივიღოთ ის. თავარია ჩვენის შევიგრძნოთ. და თავარია დავიცნოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 10 მცნება.